გამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? გამიხარდება რომ ყველანი კარგად გრძნობთ თავს. ესე შუაღამის გიწერს დღეს ვიდეოს და ჩვენი დღევანდელი თემა იქნება ვინ მოიჩქარის სულ მალე თქვენს პირად ცხოვრებაში? ვინ შემოვა თქვენს პირად ცხოვრებაში ძალიან მალე? ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ? ვინ შემოვა თქვენს პირად ცხოვრებაში ძალიან მალე და აგერ გამოჩნდა? საინტერესოა. ესე იგი, თქვენს ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, ვიტყოდი რომ ბრუნდება, რადგან აქ უფრო ისეთი არკანები გვაქვს, რომ ვფიქრობ, რომ იცნობთ ამ ადამიანს, ფონიობს ისეთი ამ პიროვნებას, რომ საკმაოდ ბევრს ფიქრობს, ბევრ ეჭვებშია, რაღაცებს შეიძლება გითვალთვალებთ და ასე ვთქვათ, გითვალთვალებთ ცოტა ესეთი სიტყვაა, მაგრამ აი რაღაცა გიყურებთ შორიდან, გაკვირდებათ, რას აკეთებთ, როგორ ხართ და ეს პიროვნება სულად მოულოდნელად გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, რაღაცა ესეთი მოულოდნელი იმპულსური ქმედება ექნება. თუმცა აქ ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა დიდი შემოთავაზებით მოდის ეს პიროვნება, უბრალოდ აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ ძალიან დიდი მონატრება, რაღაც ეს შეკავებული ემოციები აქვს ამჯერად, თუმცა შინაგანად ძალიან დათრგუნულიც კი არა, უფრო ისეთ შიშებშია, გაურკვევლობაშია, არ იცის რითი მოდის, თვითონაც არ იცის, არ აქვს გადაწყვეტილი რა შემოგთავაზოთ, ასე ვთქვათ, რომ ბრუნდება თქვენს ცხოვრებაში. აქ ნამდვილად არის პიროვნება, რომელიც წარსულიდან ბრუნდება და ეს დაბრუნება იქნება თქვენთვის ძალიან მოულოდნელი. სამწუხაროდ აქ არ არის ისეთი დაბრუნება, რომ ამ ადამიანმა რაღაცა ესეთი დიდი შემოგთავაზოთ. უბრალოდ იქნება ესეთი იმპულსური გამოჩენა, თავს ვეღარ შეიკავებს, ემოციებს ვეღარ შეიკავებს ეს პიროვნება, იმიტომ რომ ძალიან ღრმად აქვს ეს თქვენს მიმართ ეს ემოციები ამ პიროვნებას, მაგრამ ამ ემოციებთან ერთად აქვს საკმაოდ დიდი გაურკვევლობა საკუთარ თავში, შიშები, არ ვიცი, შეიძლება რაღაცა დაბრკოლებებიც აქვს ამ პიროვნებას თქვენთან რომ მოვიდეს და რაღაცა ესეთი შემოგთავაზოთ ღირებული. კარგი. მოდი მაინც ვიკითხავ. აი ეს ადამიანი რომ ბრუნდება თქვენს ცხოვრებაში, რას შემოგთავაზებთ? დაბრუნების პერიოდში კი ჩანს, რომ ეს პიროვნება მაინც ჩამოუყალიბებელი მოდის, მაგრამ იქნება მე რაღაც გამოკეთდეს სიტუაცია და ამიტომ ვიკითხოთ. ეს ადამიანი, ვინც თქვენს ცხოვრებაში ბრუნდება, რას შემოგთავაზებთ? აქ შემოთავაზება უფრო ნაკლებად, იცით როგორ სიტუაცია იქნება, აი რომ დაბრუნდება, აი თითქოს რაღაცა თავიდან იფიქრებთ, რომ გაგრძნობინებთ, რომ თქვენ მისთვის მნიშვნელოვანი ხართ, მისთვის ძალიან მიმზიდველი, ქარიზმატული ქალი ხართ და ძალიან ბევრს ნიშნავთ ამ ადამიანისთვის, გაგრძნობინებთ, რომ ეჭვიანობს თქვენზე და თქვენ მასზე ძალიან დიდი ზეგავლენა გაქვთ, იგრძნობთ ამ ყველაფერს, მაგრამ რეალურად ეს ურთიერთობა, ხო, თითქოს დაბალანსდება რაღაცნაირად, აი თითქოს
რაღაცა პერიოდი იქნება ისეთი, რომ აი რასაც გასცემთ, მიიღებთ იგივეს, ან პირიქით ეს ადამიანი რომ დაინახავთ, რომ რაღაცა ისეთი მასშია გაგრძნობინათ ეს ყველაფერი და ან გითხრათ, ან თავისი ქმედებით იგრძენით, თქვენს შეეცდებით, რომ რაღაცა სამაგიერო დაუბრუნოთ, ასე ვთქვათ. მაგრამ რეალურად ეს ურთიერთობა ჯერჯერობით, ახლო პერიოდის პროგნოზს ვამბობ, მაინც დინებას მიყვება რაღაცა ესე შვიდად, წყნარად, უკან კი არ წავა და გაბრუნდება, მაგრამ აი რაღაცნაირად დიდი არაფერი შეიძლება, რაღაც რუტინული, ყოველდღიური მოკითხვები, მოსაწყენად, თითქოს მოსაწყენად განვითარდება ეს ურთიერთობა. აი რაღაცა ნელა მშვიდად, თუმცა ისე დაძაბულობა და რაღაც ესეთი გაურკვეველი კითხვის ნიშანი და ესეთი ფონი მოიხსნება. ნამდვილად იქნება ესეთი მშვიდი, წყნარი სიტუაცია თქვენს ურთიერთობაში. თქვათ, ესეთი ცუდი პროგნოზი არ არის, მაგრამ ყურადსაღები არის ის ამ შემთხვევაში, რომ ეს ადამიანი მაინც არ არის ბოლომდე თქვენთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული. მაგრამ მისი ემოციები რაღაცა პერიოდში ვეღარ შეიკავებს ემოციებს და მაინც გამოვა კონტაქტზე. კარგი, მოდი კიდევ ვიკითხოთ. ვინც პირველად მიყურებთ, გეტყვით, რომ არ მაქვს ვარიანტები, მაგრამ აი ესე ერთი და იგივე კითხვას რამოდენიმეჯერ დავსვავ, რომ ბევრ თქვენგანზე რეზონირდეს. და რაღაცა ყველამ დაიჭიროთ სათქვენო ამ გაშლაში. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, კიდევ ვინ შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში ახლო მომავალში. აქ ვინ შემოდის მეგობრებო და აქ ნამდვილად მოდის ვიღაც. ანუ აქ ორჯერ ვიკითხე და არც ერთხელ არ მომივიდა ახალი პიროვნება. რატომღაც ეს პერიოდიც ისეთია, რომ ყველასთან რაღაცა ესეთ ძველების დაბრუნების პერიოდია, მეგონი. სიტუაცია, მეგობრებო, ვისთანაც გაქვთ გაჩერებული, აი გქონდათ ურთიერთობა და მე ესე მოულოდნელად დაპაუზდა, გაჩერდა, ან გითხრათ, რომ რაღაცა პერიოდი ვაპაუზებ ურთიერთობას, ან არც გითხრათ და ისე გაქრა თქვენი ცხოვრებიდან, ეს ადამიანი რაღაცას ელოდება, რაღაცა მომენტს ელოდება, რომ გადმოდგას თქვენსკენ ნაბიჯები, შინაგანად საკმაოდ ისეთ მდგომარეობაში, არ ვიცი, ვიღაცებთ, ახლა რადგან საჯარო გაშლა გეტყვით რამოდენიმე ვარიანტს, ვიღაცასთან შეიძლება რეზონირდეს ისე, რომ აქვს ფინანსური პრობლემები, ვიღაცას ჯანმრთელობის პრობლემა, ვიღაცას აი ესეთი შინაგანი სიცარიელი აქვს, რაღაცა ძალიან გამოფიტულია შინაგანად, გრძნობს ამ ყველაფერს, მაგრამ ელოდება რაღაცა პერიოდს. აქ უფრო ვიტყოდი რაღაც უფრო მეტად ისეთ ფინანსურ ან ჯანმრთელობის უფრო ნაკლებ პროცენტში, უფრო მეტად ფინანსურ პრობლემებში ეს პიროვნება და ელოდება აი ამ სიტუაციის გამოკეთებას, როგორც ჩანს. შორ გზაზე ხართ თქვენ ერთმანეთისგან, საკმაოდ შორს ხართ მეგობრებო. ან მენტალურად, ან ესე ფიზიკურად შორს ცხოვრობთ სხვადასხვა ქალაქში, ქვეყანაში, ასე. უფრო მეტად გზა არის თქვენ შორის. და ესეთი ადამიანი, აი ეს პიროვნება მოდის თქვენთან ბრუნდება. თუმცა აქ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ უფრო მეტი აქტიურობით. მოდი ვიკითხოთ, აი ეს პიროვნება რითი მოდის თქვენს ცხოვრებაში, აი რაც შემოგთავაზებთ, რომ დაბრუნდება თქვენს ცხოვრებაში ეს პიროვნება. რას შემოგთავაზებთ, რომ დაბრუნდება ეს პიროვნება თქვენს ცხოვრებაში? როგორც ვთქვი, ეს არა, ნამდვილად ესეთი წარსულის პიროვნება, მეგობრებო.
ეს ადამიანი პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ უფრო წინასთან შედარებით, უფრო მეტად გარკვევით, უფრო მეტად კარგი პროგნოზებით მოდის. გადაწყეთს, რომ აი ამ ბლოკებიდან გამოვიდეს, მეგობრებო და ისაუბრებთ, აუცილებლად იქნება თქვენ შორის საუბარი და რაღაც თქვენი სიტუაციის გარკვევა, რაც მოგიტანთ უფრო მეტ დადებით ემოციებს, რაღაცნაირად შერიგდებით, ასე ვთქვათ. ერთ სიტყვით რომ თქვა და ძალიან ბედნიერად იგრძნობთ თქვენს და ის ადამიანის თავს. აი ის სიტუაცია, რაშიც აი ახლა ხართ, შეიძლება ხამთლად ისე ტრაგიკულადაც არ განიცდით, მაგრამ თქვენ შორის საკმაოდ იყო რაღაც ესეთი ნერვიულობა, გაურკვევლობაც და აი განცდა რა, აი სტრესი განცდა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ეს ურთიერთობა გაჩერებულია. იყო თქვენ შორის ნამდვილად აი ესეთი მდგომარეობა და აი ამ მდგომარეობიდან თითქოს გამოსვლა და გამართლება, აი ესე ვიტყოდი. აქ იგივე სიტუაციის, ბედის ბორბალი ამოვიდა და შეიძლება ითქვას, რომ ვითომ იგივე სიტუაცია ბრუნდება თქვენს ურთიერთობაში, მაგრამ იგივე სიტუაცია არ ბრუნდება, მეგობრებო. აქ იგივე ადამიანი მოდის უფრო მეტად გაგიმართლებთ ამ ადამიანში. ანუ ადრე თუ რასაც არ აკეთებდა ეს პიროვნება თქვენთან დაკავშირებით, ახლა გააკეთებს. ახლა გაღიარებთ, რომ თქვენ ხართ მის ცხოვრებაში ნომერ პირველი ქალი, თქვენ გაფასებთ, თქვენს ღირსებებს ხედავს ეს პიროვნება. შეიძლება ასაკით ოდნავ პატარა იყოს, ახლა ისე რეალურად ძალიან პატარა ასაკის არა, მაგრამ თქვენთან შედარებით ცოტათი პატარა შეიძლება იყოს ეს პიროვნება, მაგრამ თვითონაც ძალიან აქტიური, ესეთი ქარიზმატული და რაც მთავარია, თქვენს ღირსებებს ხედავს ეს პიროვნება და გაფასებთ. აი ამ შემოთავაზებით მოდის, ამ შემოგთავაზებთ, შეიძლება ვიღაცას ცოლობად შემოგთავაზოთ, ვიღაცას შეიძლება ოჯახი, ანუ ძალიან ისეთი არკანებია, მეგობრებო, ვიღაცას მართლა შეიძლება ოჯახი შემოგთავაზოთ და თუ ახლა მაინც და მაინც ძალიან წარმოუდგენლად გეჩვენებათ მისგან ეს ქმედება, სტაბილურ და ახლა ისეთ მყარ ურთიერთობას ნამდვილად შემოგთავაზებთ ეს პიროვნება. ძალიან კარგი, მიხარია, მეგობრებო. კომენტარებში დამიწერეთ, ვის რეზონირდება ეს გაშლა. ცოტა განსხვავებულად გავაკეთე და თუ მოგეწონოთ ესეთი სტილის გაშლები, მითხარით და უფრო ხშირად გავაკეთებ ხოლმე. რეაქტიურით, მეგობრებო, კომენტარებში. მოიწონეთ ჩემი ვიდეო, ვისაც მოგწონთ და უყურებთ და გამოიწერეთ არხიც, რომ უფრო მეტად განვითარდეს და ბევრმა ადამიანმა, ბევრმა ქალმა ნახოს ვიდეოები. დაგემშვიდობებით ახლა 7 ღამეს გისურვებთ ყველას. დროებით.